ტელეფონი სახში მქონდა გოგოებო. დატოვილი რომ დილანდელი ვიდეო ატვირთულიყო და ახლა გაჩვენებთ ორ ნაბიჯში რა ვიყიდე. ორი პარკი მაქვს, ერთი ეს და ვნახოთ 45 ლარად ვიყიდე ესენი. კვერცხი. ეს კიდე ვიყიდე ძალიან მომეწონა, იმ დღეს კიდე უნდა გავაკეთო ესეთი სალათი რო გავაკეთე. ხახვი. ბანანი. მოდი მოიტეხი და წაიხი. აი ბანანი ნახეთ. და კარტოფილი დღეს ნორმალური სუფთა კარტოფილი იყო, რა ვიცი, ნაბიჯი და წამოვიღე ერთი 4 კილო. ახლა მეორე პარკი ვნახოთ კიდე რაღაცა. კვანილი. ეს მაიონეზი. ეს მათესთვის პატარა არაჟანი იყო ფასტაკლებაში და პატარა ვიყიდე. კიდე პომიდორი. კამა, ქინძია და კამა. სალათის ფურცელი. ეს იმისთვის, რა ქვია, ის რო გავაკეთო აი ამასთან სალათი. სოკო, რა თქმა უნდა, ისე მინდა რომ კვირაში 2-ჯერ გავაკეთო ხოლმე სოკო. აი ეს არის ხოლმე საკმარისი ჩვენთვის. ერთი ფირფიტაზე რაც დევს ყოფნის სოკო. კლუბის წევრებზე ფასტაკლება იყო შაქარზე და წამოვიდე. კლუბის წევრები ვართ, ჩვენ აბას უმატყიდულობ და არც ვიყვეთ და ფილე მიკასთვის. ბიბილოს ფილეც იყო კლუბის წევრებზე, მაგრამ სულ გაიყიდა. აი ეს ყველაფერი არის, ნახეთ, ეს ყველაფერი არის 45 ლარის. მოვედი, გოგოებო, ეხლა მე და თქვენ დავიწყოთ ფუსფუსი რა, მათე. იმაშია დედი, ჩემ ჩანთაში საფულეში. დღეს მინდა რომ გამოვაცხო ფუთუშები, მე რო ვაკეთებ ხოლმე მაგას. ეგ ძალიან მოწონს, აი ძალიან და ეგ გამოვაცხოთ. დავიწყოთ ეხლა პირველ რიგში რძე. გვინდა რომ გავაკეთოთ ერთი ჭიქა უბიუჯეტურესი. ის არის რეცეპტი, ძალიან ბიუჯეტური და ძალიან გემრიელი. ხომაგარი ერთად ძალიან იაფიდის ძალიან და ეს ყველაფერი და თან კიდე არის უგემრიელესი, რავი, როგორ გითხრათ. ერთი ჭიქა რძე. ეს უნდა შევათ, ბორცის ბევრია, გამევს არა. არა უშავს. გამევსო. ცოტა მეტ ვის დავამატებდა იგი. გამომივა ცოტა დიდები. მაგრამ მაგასაც ძლივს ვუტევ ხოლმე რა ტაფაში. ხო, ეს ვაშლი გვინდა გულსართისთვის და თან კარტოფილიც მაქვს გაწუხნილი. ეხლა კარტოფილიც უნდა შევწვა. ჩემი მგონი ჯობია რომ კარტოფილი გავეცხო და შევწვა. და მე მოსილოცო კარტოფილი ჩავხვი და მე ვსო.
დალახიანი კარტოფილია ეს რომ ეს გუშინდელი ნაყიდია დემანდეს არა უშავს ესეთი არ არის ესება ეს გაცხელდა ცოტა ხანი გავანეროთ ხო პირველ რიგში ეს დავჭერთ გავჭერი და მე კიდე გავუეცხავ თან სარეცხავ ახეთ მაშემოდის ნიკა ვარჯიშია მაცე დღეს სკოლაში არ წავიდა რა ვიცი და რაღაცნაირად თითქოს ცოტა შეუძლოდ ბრძნობს ხავს ალბათ დავრჩებიო დღეს სახლშიო და გაციებული ვიტარი ცოტა და რა იყოს მეც გაციებული ვითვარ აი ეს რო გეწვის აი ეს რო გეწვის ცხვირი და რო აზდევს აქ შულთან აეგრე მტკივა მეწვის უფრო სწორად შეიძლება ვირუსები როა რაღაცა ეხლა შევხვდა ხოდა იყოს გამოკეთდეს ეს განელდება ახლა თან ცხრილში არაფრით არ შეიძლება თუ მოიხარშა საფუარი არაფერი აღარ გამოგვივა გიაც ისვენებს ისე ჯერ წასულა ტოფი შევწავ ახლა ვაჭმევ და გავაისე სამუშაოზე ეს ცოტა ბევრი რომ კარგად შეიწვას. ეხლა დავაფარდ. ჯერ მოვზელცომს და მე ვაშს დავჭრი. აქ მოგავაკეთო ამ ქვაფში. გულსათ მეგონი ეს ვაში სულ სჭირდება.
ეს ხო ბევრი მომივიდა და არ მინდა ბევრი. ეს საფუარი ერთი საფუარი საღამოთი გემრიელად დავრევ ჩაის მოვიყვან ახლა ესე და შაქარი ამას მე დავაცალე ცოტა ხანი. სხვა კილო მოვიტანოთ. დავაცადოთ. ამას მიადაყევს ისე უყარს ებზე. მე ვაშლი სანამ ის გააქტიურდება ვაშლი ეს უკვე იქნის მომზადდა დაიბრაқан მომზად ცოტა ხანის დავარდი აქვაში გავჩქენი ეს დავჭერი და ეხლა და ჩავშუშოთ ეს დაბაცეცზე ეს რაც დამჩა გავრეცხე და ცომი მოვსილოთ ახლა კარგად ამოფუშფუში დანახეთ ესე
როგორც ჩანს, ეს არის პატარა ჭი. კიდე უნდა ვქვი. Ძალიან რქოლიც არ გვინდა რა თქმა უნდა ეხლა რომ მარიმას ქნას საქვი გამაგდეს ძალიან. სული ამა გამაგდეს ძალიან და ეს ეხლა ვაშს უნდა დავამატოთ ჩვენ შაქარი, რომ ტკბილი იყოს. და ვანილი. ორი და სამი. დავაცდი რომ კარგად ჩაიშუშოს. ისინი დააყენ ვაშლის და ვანილის სუნი ერთად ვისჭიყვართ ძალიან ტკბილი სუნია კარგი ვაშლის ნამცხრებს საერთოდ ძალიან კარგი სუნი აქვს ვაშლის ჯემიან ნამცხრებს ეს მოვამზადე უკვე ახლა დავაცადოთ რომ იქ ვანილი დამეფატა დავაცადოთ რომ შეგლდეს მანამ ცომიც გაღვიდება და გამოვაცხობ ნახეთ გამომივიდა 14 გუნდა დაახლოებით 40 და ავწონე 43-54 გრამიანი გუნდებია. აი ნახეთ ესე ვაკეთებ. ხალხელში ის მიჭირავს კამერა. უნდა გაჩვენოთ. ეს Nice. ესე გამოიყურება. ეხლა ამას დავაცდი 1-20 წუთს. ესე გადავაფარებ და 20 წუთში გამოვად. ზემოდან კვერცხის გულიც გადავუსვი, ნახეთ. და ეხლა გამოვაცხობ.
ნახეთ რა ხდება აქ. ნახეთ როგორებია ძალიან რბილები. აი წუთში გადმოვიგეთ და რბილებია უკვე და ცოტა რომ გავადროო ხო საერთოდ. იქნება ძალიან კარგი. აი ესე გამოიყურება ჩემი ფუნთუშები. ეხლა ჩაის გავიკეთებ მე. ეს ჩაი არის ახალი, გიას დავუყენე წეგან და ჩემი საყვარელი ბერგამოტის არომატის ჩაი. აი ესე გამოიყურება. იცით რა სუნია აქ? უგემრიელესი სუნია, გოგოებო, გამოაცხეთ, ვისაც გიყვართ ესეთი რაღაცეები. და მოგეწონებათ ძალიან. ძალიან გემრიელია. წავედი ახლა. ჩემი ბიჭები იქ არიან და გემრიელად დავლევ ჩაის.